უნივერსალური პერიოდული მიმოხილვა, UPR. რა არის უნივერსალური პერიოდული მიმოხილვა? უნივერსალური პერიოდული მიმოხილვა, იგივე UPR, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მექანიზმია, რომელიც შეიქმნა 2006 წელს. მიმოხილვა მოიცავს გაეროს ყველა წევრი სახელმწიფოს ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შეფასებას. რას ეფუძნება შეფასება? შეფასება მიზნად ისახავს იმის გარკვევას, თუ რამდენად იცავს ქვეყანა. გაეროს ქარტიით, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით და საერთაშორისო თუ რეგიონული ხელშეკრულებებით ნაკისრულ ვალდებულებებს. ვინ ამზადებს შეფასებისთვის საჭირო მასალებს? UPR-ის შედეგები ემყარება სამ ძირითად წყაროს. სახელმწიფოს მიერ წარმოდგენილ ეროვნულ ანგარიშს, გაეროს მექანიზმებისა და სპეციალიზებული სააგენტოების მიერ შეჯამებულ ინფორმაციას, სამოქალაქო საზოგადოების, ომბუდსმენისა და სხვა დაინტერესებული მხარეების მიერ წარმოდგენილ ალტერნატიულ ანგარიშებს. როგორ მიმდინარეობს მიმოხილვის პროცესი? მიმოხილვას ხელმძღვანელობს სამუშაო ჯგუფი, რომელიც შედგება გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 47 წევრი სახელმწიფოსგან. სესიები ტარდება ინტერაქციული დისკუსიის ფორმატში. გარდა სამუშაო ჯგუფისა, გაეროს ყველა წევრ ქვეყანას შეუძლია მონაწილეობა მიმოხილვაში. მათ შეუძლიათ შეკითხვების დასმა და რეკომენდაციების გაცემა განსახილულ ქვეყანაზე. რა ხდება რეკომენდაციების მიღების შემდეგ? განსახილულ ქვეყანას შეუძლია დაითანხმოს კონკრეტულ რეკომენდაციებს ან უარი თქვას მათ გაზიარებაზე. მიღებული რეკომენდაციების აღსრულების პროცესში სახელმწიფო წარადგენს შუალედურ ანგარიშებს, რომლებშიც რეკომენდაციების იმპლემენტაციისთვის გატარებულ ზომებს და მიღწეულ პროგრესს აღწერს. რეკომენდაციების იმპლემენტაციის შესახებ ინფორმაცია გაეროს ასევე შესაძლოა სამოქალაქო საზოგადოებამაც მიაწოდოს. სახელმწიფოს მიერ გაზიარებული რეკომენდაციების უგულებელყოფა მიანიშნებს, რომ მისთვის ადამიანის უფლებები პრიორიტეტული არ არის, რაც მის რეპუტაციას მნიშვნელოვნად აზიანებს. როგორია სამოქალაქო საზოგადოების როლი? სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა UPR-ის პროცესში კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ორგანიზაციებს შეუძლიათ წარადგინონ ინფორმაცია წინა რეკომენდაციების შესრულების ხარისხზე და არსებული ან ახალი გამოწვევების შესახებ. ამ პროცესში ჩართულობა შესაძლებელია როგორც ინდივიდუალურად, ასევე კოალიციურად. ეს უზრუნველყოფს, რომ შეფასება დაფუძნებული იყოს რეალურ და მრავალმხრივ სურათზე. ისთვის გამოიყენება UPR-ის შედეგები? მიმოხილვის შედეგად მიღებული რეკომენდაციები ხშირად ხდება ადვოკატირების, პოლიტიკის დაგეგმვისა და რეფორმების წამახალისებელი ინსტრუმენტი. ისინი აძლიერებს ადგილობრივ და საერთაშორისო ძალისხმევას ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით. რამდენხანს გრძელდება ერთი UPR ციკლი? ერთიანად, თითოეული ციკლი მოიცავს 4 ნახევარწლიან პერიოდს, რის განმავლობაშიც მიმდინარეობს გაეროს ყველა 193 წევრი სახელმწიფოს შეფასება. ამჟამად მიმდინარეობს მეოთხე ციკლი. დასკვნა. უნივერსალური პერიოდული მიმოხილვა არის მექანიზმი, რომელიც აერთიანებს საერთაშორისო სტანდარტებს, სამოქალაქო ჩართულობას და სახელმწიფოს ანგარიშვალდებულებას. ის არ არის მხოლოდ ფორმალური შეფასება, არამედ ეს არის პროცესი, რომელიც ქვეყნის შიგნითაც და საერთაშორისო დონეზეც შეიძლება იქცეს რეალური ცვლილებების საწყისად. მისი ეფექტიანობა დამოკიდებულია ყველა მხარის, სახელმწიფოს, გაეროს სტრუქტურებისა და სამოქალაქო საზოგადოების აქტიურობაზე და პასუხისმგებლობაზე. UPR გვახსენებს, რომ ადამიანის უფლებების დაცვა ერთჯერადი ვალდებულება კი არა, უწყვეტი პროცესი და პასუხისმგებლობაა.